მეგობრები გვერდებიან. დიდი მადლობა ვინც უკვე ჩვენთან ერთად არის. რამე შენიშნო ხوار გვაქვს, ხმა ისმის ალბათ და გამოსახულება როგორია. ჩანაწერების მიხედვით თუ განსაზღვროთ, ვფიქრობ, რომ ხმაც ისმის და გამოსახულება ცუდი არ არის ყოველ შემთხვევაში. გამარჯვებით ვიყავთ მეგობრებო. დავიწყოთ ჩვენი გადაცემა, ტრადიციულია, მე არ მინდა რომ თუ ოდნავ საშუალება არის დაირღვეს ეს ტრადიცია ორშაბათს საღამოს 11 საათზე და პარასკევს ყოველთვის წინასწარ არც ვაკეთებ უკვე განცხადებას დღეს მაგალითად რომის თაობაზე არც გამიკეთებია განცხადება ჩავთეთ პირდაპირ მოვდივარ სტამბიდან ძალიან დიდი მადლობა მათ რომ გეხმარებიან იმ დოკუმენტების მომზადებაში რომელიც დაკავშირებულია გელათს კონგრესთან ხვალ დიდი დღეა და არა მარტო საქართველოსთვის, დიდი დღეა მთელი საქრისტიანოსთვის, დიდი დღე არის ცივილიზაციისთვის საერთოდ, იმიტომ რომ ჩვენ ყავდა მეფე დავით აღმაშენებელი, რომლის აღსრულებიდან 900 წელი სრულდება ზუსტად ხვალ და ეს მართლაც ძალიან დიდი დღეა, განსაკუთრებული დღეა. დავით აღმაშენებელმა გადაარჩინა დასავლური ცივილიზაცია ჩვენი სახელმწიფო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ძლიერი ტონს რომ აძლევდა მსოფლიოს მაშინ, აი ესეთი იყო, ჩვენ გამორჩეულად ვიყავით აი ამ პერიოდში და მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იყო საქართველო, დავით მეფემ, დავით აღმაშენებელმა ეს ყველაფერი შეძლო. ხვალ დიდი მადლია გელათში ყოფნა, დავით აღმაშენებლის ძეგლთან მოხლის მოდრეკვა და მე დავამატებდი იმას, რომ მეცნიერთა კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა. არ ვფიქრობ, რომ დღეს ვრცელი უნდა იყოს ეს გადაცემა, იმის გათვალისწინებითაც თუნდაც რომ დღეს ძალიან ცნობილი მოღვაწეების მონაწილეობით შედგა ტელეკომპანია ქართულ ტივიზე ძალიან პირდაპირ ეთერი 3 საათიდან დაიწყო 2 საათის განმავლობაში. რომელიც ალბათ რო დასრულდება ეს მოკლე პერიოდში დაიდება, ყველას გექნებათ საშუალება მოისმინოთ იქ შეფასებები ცნობილი ადამიანების, ბატონი დავით შემოქმეdelis, რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტის, რომელმაც ძალიან საინტერესო პოზიციები ჩამოაყალიბა, ბატონი ერეკლეს აღლიანის, ცნობილი საზოგადო მოღვაწის და პოეტის, სვიად გამსახურდიას მთავრობის ერთ-ერთი დიდი ფიგურის პირველი ვიცე-პრემიერი გახდათ ბატონი იგორ ჩხეიძე, მისი მოსაზრებები ძალიან კარგი და სასიამოვნო იყო ის, რომ სპეციალურად ხვალინდელი დღისთვის ჩამოვიდა საქართველოში ქალბატონი ლუარა ნიჟარაძე,
ნუ ესეთი კარგი შემადგენლობა იყო დღეს აი ამ გადაცემაში და ჩვენ მიმოვიხილეთ ყველაფერი რაც დავით აღმაშენებელთან მის ეპოქასთანაა დაკავშირებული გამოთქვით გულისწყდა რომ აი ასეთი დიდი დღეები ქონდა აი უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში აი ეპოქა რომ ავიღოთ 5 წლის უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ვეფხისტყაოსნის 850 დიდგორის ომის 900 დავით აღმაშენებლის დაბადებიდან 950 და აღსრულებიდან 900 წელი. ეს 4 სანიშანსვეტო რა, ნუ აი უნდა იოცნებო რომ გეცხოვრა, ანუ იცხოვრო ისეთ ეპოქაში, როდესაც ნუ თქვა და ესეთი ქვეყნისთვის, ერისთვის და მის ფარგლებადაც რომ ცდება, აი ესეთი 4 დიდი რამ არის. ნუ ჩვენ ვერ შევძელით ის რომ ეს მთელი მსოფლიოსთვის ისე გვეთქვა, როგორადაც ამას ჩვენი ისტორია, ჩვენი ტრადიცია ემსახურებს. ჩვენ ხვალ ამის თაობაზეც გვექნება ალბათ მოსაზრება რომ არ უნდა გავჩერდეთ და ასე არ უნდა დარჩეს 850 წლის დავით ვეფხისტყაოსნის ისევე რომ ვერ შევძელით და ვისი გვეშინია ვერ გამიგია რომ აგვენიშნა ჩვენ 900 წელი დიდგორის ომის და დავით აღმაშენებლის 950 წელი 1923-ში და ეხლა უკვე აღსრულებიდან 900 წელი. აი მართლაც აი გამოკვეთილი და გამორჩეული ეპოქაა. და ისევ გამოკვეთილი და გამორჩეული ეპოქაში საქართველოში არის კრიზისი. აი ასეთი ისტორიის ქვეყანაში არის პოლიტიკური ბატალიები, პოლიტიკური ჭიდილი, ესე იგი გინება, ლანძღვა, დაპირისპირება და არა ფიქრი იმაზე რომ გავაანალიზოთ, გამონათქვამი ერთი კარგი, ვინც ღრმად ხედავს წარსულს, იგი იყურება შორს. ჩვენ რეალურად დავით აღმაშენებლის ეპოქა, მეფის ეპოქაც კი არ გვაქვს გაანალიზებული, რომ ხალხს და ქვეყანას უთხრათ, ვაჩვენოთ და დავწმუნდეთ ჩვენ თვითონაც, რომ რა სასაულ რამეებს აკეთებდა იმ პერიოდისათვის დავით აღმაშენებელი, ეს იყო მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული რეფორმატორი, რომლის იდეები დღესაც კი მოქმედებაშია. მე მithქვამს და დღეს მინდა გავიმეორო, რომ როდესაც რამდენიმე წლის წინ დაახლოებით ესე იგი 15-20 წლის წინ დაოსის კონგრესი ტარდებოდა და იქ მაშინ კონვენგეციის თეორია, ანუ რაღაც ახალი შემოსული იყო და დაოსის კონგრესმა ჩათვალა რომ კონვენგეციის თეორია არის მომავალი მსოფლიოსი, ანუ რას ნიშნავს ეს? ესე იგი არც კაპიტალიზმს აქვს მომავალი და არც სოციალიზმს აქვს მომავალი. კონვენგეცია ნიშნავს კაპიტალიზმიდან ესე იგი აი კონკურენტული გარემოსამოღებ კონკურენცია და სოციალიზმიდან დაცული ადამიანი. ანუ ითქვა რომ ორივე შეერთება, ანუ შეერთება იმისა, რასაც ქვია კაპიტალიზმის კარგი კონკურენცია, სოციალიზმის კარგი დაცული ადამიანი, ეს არის კონვენგეციის თეორია. და როდესაც მე მომეცა საშუალება და გარკვეულ ჯგუფში ვთქვი, რომ ჩვენს მეფეს ეს 9 საუკუნეების ჩვენს მეფეებს ჰქონდათ მეთქი 8-9 საუკუნის უკან ყველაფერმა ამ განცვიფრება გამოიწვია და როდესაც მე დავასაბუთე და უთხარი რომ დავით აღმაშენებელი 4-5 ჯერ ნაკლებ გადასახადს ახდევინებდა იმას ვინც მიწას ამუშავებდა იმასთან შედარებით ვინც მიწას არ ამუშავებდა მეთქი ეს რაღაც რევოლუციურ ნათქვამად ჩაითვალა იქ ერთ-ერთი ამერიკელი ადგა და თქვა რომ ეს არის მსოფლიოს მომავალიო და ეს როგორ თქვენ მე-11 საუკუნეში ქონდა თუ ნუ დაახლოებით ესეთი რამ გამოვიდა და მე ვთხარი ეს ქონდა და კიდევ ბევრი რამ რომ ჭყონდიდელი საიდან მოიყვანა მთავრობის თავმჯდომარედ სამღვდელოების წარმომადგენელი და შემდგომ ეს ყველაფერი რაც შემეძლო რომ ვთქვათ იმ მოკლე პერიოდში მეთქვა ამან დიდი აქტოვანება გამოიწვია ანუ ვისაც გონია რომ დავით აღმაშენებელი უკანა ის ძალიან დიდ შეცდომას უშვებს დავით აღმაშენებელი წინა ამას აღიარებს ჩვენი კაცობრიობის მიმდინარეობა ისტორია აღიარებს ამას ყველაფერს რომ აი ის მიდგომა რომელიც დავით აღმაშენებელს ჰქონდა ეკონომიკის ღერძად ითვლება დღეს საფინანსო ეკონომიკური ცხოვრების ღერძად ითვლება წარმატებული ქვეყნებისათვის ეს ჩვენ დავივიწყეთ ქვეყანაში თორე იმათ იციან ძალიან კარგად ფასი იმისა რომ თუ გინდა 1 კვადრატული მეტრი არ იყოს დაუმუშავებელი მაშინ სწორედ ეს პრინციპია რომ ვინც მიწას ამუშავებს 4-5 ჯერ ნაკლები გადასახადი იმასთან შედარებით ვინც მიწას არ ამუშავებს
და ბევრი სხვა რამ კიდე, რომელიც ვთქვათ, ჩვენს მეფეს ჰქონდა და ის თუნდაც ის ფულის რეფორმა რომელ ეპოქაში გააკეთა, განათლების რეფორმა როგორი გააკეთა, რომ გარეთ კი არ უშვებდა ხალხს, გარეთ მოკრიბა უცნებილესი მეცნიერები ჩამოიყვანა იოანე პეტრიძე და სხვები და რეალურად გელათის აკადემია დაარსდა მაშინ, რომელიც სასწავლო მიმართულების დაწესებულება იყო. ყველაფერს სასწაული რამეები იკითხებოდა, ისწავლებოდა აი ამ გელათის აკადემიაში და საერთოდ ის აკადემიები ისტორიული, რომელიც საქართველოში იყო ფაზისი, იყალთო, გელათი, ეს იყო რაღაც წარმოუდგენელი სიმდიდრე მსოფლიოსათვის, მაშინ მსოფლიოსათვის იყო სიმდიდრე. ჩვენ ვთვლით ამას, რომ ეს არაფერია და პარტიული ომი უნდა გქონდეს და ფულზე უნდა ვიფიქროთ და გამდიდრებაზე უნდა ვიფიქროთ და დავით აღმაშენებელს არ უფიქრია ამას და ნახეთ თქვენ, სასახლე არ არის ერთი დარჩენილი დავით აღმაშენებლის რომ ცხოვრობდა, ან ნახეთ საცხოვრობდა და რა სასახლე ქონდა იმერეთის მეფეს სოლომონს, ან თუნდაც ერეკლე მეფეს, ან დადიანის სასახლე, ნახეთ რა არის ჩვეულებრივი, მაშინ წადით სხვა ქვეყნებში და ნახეთ ისინი ჩვენი მეფეები ქვეყანაზე და ხალხზე ფიქრობდნენ და ნაკლებად ასეთ ფუფუნებაზე. ეს ახლა მოვიდა ჩვენს ეპოქაში და ვთქვათ ეს 30-40 თუ მეტი წელია თუ ნაკლები ახლა ამას ამ შემთხვევაში არ ვაზუსტებთ, მაგრამ ის რომ აი ფუფუნებრივი ცხოვრება ხელისუფლებების ახლა წამოვიდა, ვინმეს საერთოდ წარმოედგინა რომ ესე იგი აი ეცხოვრა ესე იგი ხალხი როგორ ცხოვრობდა, ისე არ ეცხოვრა მეფე გადაცმული დადიოდა ხალხში, რომ ვერ ეცნოთ და ენახა ხალხში როგორი მდგომარეობა იყო. ჭონდიდელს და დავით აღმაშენებელს ყოველ ორშაბათს მიღება ჰქონდათ. ჩვენ გვეგონა რომ ეს ორშაბათის მიღება კომუნისტების მოგონილი იყო. აი ნახეთ, აიგითხეთ ისტორიაში, ახედეთ რომ ჭონდიდელი არასდროს არ აცდენდა და მიღებას ხალხს ხვდებოდა და ხალხთან საუბრები, ხალხში გასვლა, გადაცმულიც კი გადიოდნენ ჩვენი მეფეები ხალხში, თამარ მეფის და სხვა დარბაზი როგორ შექმნა, ჩვენ ვლაპარაკობთ რომ დიდი ბრიტანეთიდან ჩვენ გვაქვს უნიკალური ისტორია, სხვას უთხრათ ამის თაობაზე კი არა, ჩვენ დავივიწყეთ ეს და ამის მაგალითია სწორედ ის რაც დღეს აი თქვენ წარმოგიდგენია დავით აღმაშენებლის 900 წლისთავი. საქართველოს ბედნიერება არის ის ტრადიცია, რომ ნებისმიერ ოჯახში გარდაცვალების წლისთავი აღინიშნება. ნებისმიერი ოჯახი თუ ოდნავ საშუალება აქვს მისი წინაპრის თუ მისი მშობლის თუ ახლობლის გარდაცვალების დღეს საფლავზე გადის, ყვავილსდებს. მისი და 1000 ბევრ სხვა რამეს კიდე ესე იგი აკეთებს და ამ დროს საქართველოში ნახეთ როგორი სიტუაციაა, როგორი მდგომარეობა, ეს არის სამარცხვინოზე სამარცხვინო. ამაზე უარესობერი ფიქრებს ადამიანი. აი ამიტომ ხაზგასმით ვამბობ ჩვენ რომ ხვალინდელ დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხვალ გელათში ყოფნა დიდი მადლია. ეს არის განსაკუთრებული რამ. მე არ მინდა რომ გაგრძელდეს ეს გადაცემა დღეს. ჩვენ 100-მდე კაცი მივემგზავრებით ხვალ, იქ სადაც დავით აღმაშენებლის ძეგლი იყო აღმართული, სწორედ იმ ადგილიდან, ანუ სასტუმრო ივერიასინ, მე არ ვამბობ ივერიასთან სიტყვა ბლუს. ეს არის დიდი სირცხვილი საქართველოსი, რომ სასტუმრო ივერიას აწერია ბლუ და ეს გასაგებია უცხოურად რას ნიშნავს, მაგრამ საქართველოში ხო ყველა ვიცით სიტყვა ბლუ რას ნიშნავს და შეიძლება რომ ბლუ ივერია ასეთი რამ წარწერა იყოს. ამიტომ სასტუმრო ივერიას წინ სადაც იდგა დავით აღმაშენებლის ძეგლი, რომელიც იძულებით ვისი მოთხოვნით დღეს ამას არ ვაკონკრეტებთ, მაგრამ მე ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი რომ ვიყავი ის პიროვნება, რომელიც ღამეს ათევდა იქ რომ დავით აღმაშენებლის ძეგლი იქიდან არ გადაეტანათ. ისტორიაში ხვალ ჩვენი ვიტყვით ამის თაობაზე რომ აბსოლუტურად არ არსებობს რამე დოკუმენტი ვისი გადაწყვეტილებით იქნა გადატანილი ეს ძეგლი. მაშინ როდესაც ვიცით რომ პატრიარქის დოცვა-კურთხევით დაიდგა იმ ადგილზე და პრეზიდენტის ბრძანებულებით დაიდგა იმ ადგილზე და გადატანა შესაძლებელი იყო მხოლოდ შესაბამისად პატრიარქის დოცვა-კურთხევით და პრეზიდენტის ბრძანებულებით. არ არსებობს ნაგლეჯი ქაღალდიც კი. აი ეს იყო თავგასწულობის ეპოქა, როდესაც ვიღაცა იტყო და აიღეთ ძეგლი და გადაიტანეთ. იტალიაში ქალაქში რო ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე ძეგლი გადაადგილონ, რეფერენდუმი ტარდება და საქართველოში წმინდანი მეფის დავით აღმაშენებლის ძეგლი გადავიტანეთ ისე, რომ ავტორს ესე იგი სიცოცხლე მოუსწრაფეთ, როგორც იტყვიან თუ ახსულებთ და ამ ქვეყნიდან წასვლის მოუსწრაფეთ.
ქუთაისში მემორიალი დაინგრა, დიდების მემორიალი, აგერ მეორე ძეგლი, როდესაც ამოდენა ტიტანი მსოფლიოში აღიარებული მოქანდაკე ხარ, მერაბ ბერძენიშვილზეა საუბარი და ერთ უნიკალურ ძეგლს, ქართულ ბიბლიად წოდებულს და ფილოსოფიურ ტრაქტატად წოდებულს დაგინგრევენ ქუთაისში, ხოლო მეორე ძეგლს გადაგიადგილებენ ისე რომ მიახლოებაც კი შეუძლებელია ძეგლთან, არც კითხავენ, არც იმასაც არ გეტყვიან რომ როგორ ფიქრობ ამასთან დაკავშირებით. ეს ხომ ეს ეპოქა ეს ამაზე დიდი შეფასება რა უნდა იყოს, აი თქვათ, როდესაც ვაფასებთ გარკვეულ ეპოქას, რომ ესე თქვენ წარმოიდგინეთ, რომ რა დამოკიდებულება იტალია, რით იზომება დღეს. ლეონარდოს და ამათი ცხოვრებით დღეები და ისინია და არავის არ ახსოვს ვინ იყო იქ მაშინ და ამ დროს საქართველოში სწორედ ჩვენი აი ესეთი კორიფეები, ასეთ დიდი მოღვაწეები, კულტურის ხელოვნების არაფრად ჩააგდეს. ისე მოეკიდენ ამას, ამიტომ ჩვენ ხვალ დილით ისე ვიკრიბებით დავით აღმაშენებლის ძეგლი სადაც იდგა იქ და კიდევ ერთხელ ვიტყვით იმის თაობაზე რომ დააბრუნდეს უნდა დავით აღმაშენებლის ძეგლი იქ, სადაც მისი აღმართვა აკურთხა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა. აქ არ არის ლაპარაკი მარტო იმაზე რომ ეს რაღაც უბრალო ტექნიკური საკითხია, ეს პრინციპული საკითხია. დავით აღმაშენებლის ძეგლის გატანით ქალაქის ცენტრიდან ქართული იდეოლოგია, ქართული განწყობა გავიდა. ნახეთ თქვენ იმის შემდგომ რა დამოკიდებულება, როგორია ქართულისადმი და რა ხდება განათლებაში, კულტურაში, მეცნიერებაში, ხელოვნებაში, ყველაფერი მასხადაა აგდებული. პოლიტიკოსები პარპაშობენ ამ ქვეყანაში და მოედნად იქცა ეს ქვეყანა და თქვათ აი ასე დიდ კორიფეებს ხელოვნების, კულტურის, მეცნიერების, განათლების, მედიცინის და ისეთ გამორჩეული ადამიანებს, ანუ ავტორიტეტებს ებრძვიან. ეს ყველაფერი ხაზგასასმელია და საფიქრალია იმის თაობაზე რომ ვინ არის ქვეყანა პრემიერ-მინისტრია თუ დიდი მოღვაწეა. დიდი მოღვაწეები რჩებიან ისტორიაში და ამბობენ ძალიან კარგად რომ ჩვენ გიგანტების მხრებზე ვიდექით და იმიტომ ვიხედებით ჩორსო. გიგანტების მხრებზე უნდა დავდგეთ და ჩვენ გიგანტებს ვებძვით, ვანგრევთ, ვშლით ყველაფერს. კატასტროფულია ეს მდგომარეობა, რომელიც დავით აღმაშენებელი აღიარებულია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და წარმატებულ მხედართმთავრად და ამ დროს წიგნები გამოდის სხვადასხვა ქვეყანაში და არც ერთი ომი დავით აღმაშენებელის შეტანილი არ არის იქ, იმიტომ რომ ჩვენ არ ვაქცევთ ამას ყურადღებას. როცა მეფის იუბილეზია ლაპარაკი, რა 950 წელი იყო 2 წლის წინ. ვინ მეცნიერთა კონგრესში თუ ითქვა ეს ჩვენთან თორე და მეცნიერებათა აკადემიაში მეტი არსად. დღეს 900 წელია ხვალ დავით აღმაშენებლის აღსრულებიდან. მთელი საქართველო უნდა ქუხდეს ახლა ამაზე და პარტიებით კი არ უნდა იყოს ტელევიზიების ავსე, არამედ საუბარი უნდა იყოს იმ გამოცდილებაზე, იმ ვებერთელა გამოცდილებაზე, რომელიც კაცობრიობას მიცა ბაგრატოვანთა გვარმა და მიცა დავით აღმაშენებელმა. დავით აღმაშენებელი იმ პერიოდში პტოლომეოს ადარებდნენ, ანუ პირველ მწიგნობარს, ბიბლიოთეკა ვინ შექმნა, ამბობდნენ იმაზე ძლიერი არისო და ესე იგი მყავდა მეფე, რომელიც წიგნებით მიდიოდა ომში. ეს უნიკალური მოვლენა იყო დავით აღმაშენებელი და ჩვენ არც ფილმი გვაქვს, არც დავით აღმაშენებელზე, არც ვეფხისტყაოსანი, არც შოთა რუსთაველზე რამე გაყვრით, გამოყვრით რაღაც ამ იმაზე, საქართველოს ამისთვის ვერ მოიცალა და ვლაპარაკობთ ყველაფერი ეროვნული და რა ეროვნულზეა ლაპარაკი, როდესაც აი რა ხდება დღეს, აი არც მითხარით ვინმე რომ რომელ ტელევიზიაში იყო დღეს დავით აღმაშენებელზე საუბარი, რომელ ლაპარაკია იმ ტელევიზიებზე, რომლებიც მთელ მსოფლიოზე და საქართველოზე მუშაობენ. არავის ეს არ აინტერესებს. ლაპარაკი არის იმაზე, რომ ოღონდ ჩხუბი, დაპირისპირება, ცემა, ტყეპა, აჩვენონ პოლიტიკოსების დაპირისპირება და ეს გონია საქართველო. ამ დაპირისპირებაში დაიკარგა სწორედ საქართველო და ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. ჩვენ 9 საათზე გავემგზავრებით ხვალ ამ პატარა შეკრებას რომ ჩავატარებთ იქ, გავემგზავრებით. მე ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ სირცხვილი კია რომ ქალაქის ყველა მერი და ყველა პრემიერ-მინისტრი, როცა ესაუბრებოდნენ ბატონ მერაბ ბერძენიშვილს აწნარებდნენ, რომ დავაბრუნებთ ძეგლს, რამდენი პრემიერ-მინისტრი და რამდენი მერი შეიცვალა, ყველამ დაივიწყა თავისი ნათქვამი. სიტყვას თუ იტყვი, უნდა შეასრულო. კაცი თუ ხარ, კაცურად თქვი და კაცო შეასრულე, თუ არა და არა და უნდა თქვა მაშინ, რატო არ აბრუნებ ამას? რა ეს რამე ყაზახებს არ აწყობდათ, არა იქ რომ ყოფილიყო ესე იგი ძეგლი და აი ამიტომ არა, იმიტომ რომ ვიღაცას არ აწყობდა
თურქეთში და სხვაგან არ აწყობდათ, რომ 900 წლის თავი დიდგორის აღნიშნულიყო. დიდგორის ომით დიდმა მეფემ დასავლური ცივილიზაცია, ევროპული ცივილიზაცია და კულტურა გადაარჩინა. ჩვენ დღეს იმაზე გველაპარაკებიან, რისთვისაც იმაზე გვედავებიან, რისთვისაც მადლობას უნდა გვეუბნებოდნენ. ჩვენ ხვალ გელათში მივდივართ ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინის მისაღებად. ეს დოქტრინა 15 წელია დევს. საუბრობთ, ვეუბნებით ხელისუფლებას, მოდით რა ხალხო, მოდით რა დავწეროთ ის აუცილებელი პოსტულატები ჩამოვაყალიბოთ, ის გრავიტაციული მუდმივა შევქმნათ, რომლის შეცვლა არავის არ შეუძლია, რომ რა არის ეს საკითხები, ჩამოვწეროთ 1, 2, 3, 10, 15, 100 ხარ შეიძლება რომ იყოს, რა არის ეს პრინციპული დავწეროთ და ნებისმიერ როცა კავშირებში გვიწევენ ეს ევროკავშირია თუ ჩვენ გვინდა, ყველას უნდა უთხრათ, რომ ჩვენ ეს ქვეყანა ვართ, ჩვენ ამღირებულებების ქვეყანა ვართ და გინდათ, კი ბატონო, ეს რომ მიიღოთ თავის დროზე ეს დოკუმენტი რომ მიიღოთ და ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა დღეს არავით არის საკამათო, არავისთან არ იქნებოდა, მაგრამ არ აწყობთ ასეთ დოკუმენტების მიღება ერთი რამის გამო, რაც ამ დოკუმენტში წერია, როცა აწყობთ ამის წინააღმდეგ ლაპარაკობენ, როცა აწყობთ ამის სასარგებლოდ ლაპარაკობენ. იყო პერიოდები, როდესაც ბუჩოქებდნენ ხალხს, რომ ოღონდ ეკლესიის წინააღმდეგ კანონმდებლობა მიიღო და დღეს ყველაფერი იმის წინააღმდეგ საუბრობენ, რომელიც აი ამიტომ ეს სპეკულირება უნდა რომ დამთავრდეს, სპეკულაცია, ხელისუფალთა სპეკულაცია რომ დამთავრდეს და არავის არ ქონდეს უფლება რომ იყოს რაღაც საკითხები რომ არ შეიცვალოს, აი ეს უნდა იყოს სწორედ ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა. აი ამ დოქტრინაში ნახეთ როგორი პუნქტი წერია რომ ესე იგი შესავალში ჩამოყალიბებულია ძალიან ესეთი პრინციპული დებულებები და მინიშნებულია რომ ჩვენ ყველანი თან ხვდებით რომ ქვეყანა ამ დოკუმენტს ვკითხულობ ჩვენ ყველანი თან ხვდებით რომ ქვეყანა რომელიც ქრისტესშობამდე და მის შემდგომ აღიარებდა ოჯახის საკუთრების და სახელმწიფოს პრიორიტეტს ქვეყანა რომელიც ბიბლიური ფასეულებებით ცხოვრობდა არ შეიძლება 21 საუკუნეში უარყოფდეს საკუთარ ფასეულობებს და აფეტიშებდეს ხვისას. ეს არის ისეთი პოსტულატი რომ არავის არ დაჭირდებოდა არც ამის წინააღმდეგ ბრძოლა რომ ჩავწერეთ ძალიან ბევრ დოკუმენტში რომ თურმე საქართველოს განათლების სისტემის ამოცანა ყოფილა ახალგაზრდობის აღზრდა და ლიბერალურ ღირებულებებზე. აი ეს დოკუმენტი არის უნიკალური მეცნიერების მიერ შედგენილი უნიკალური დოკუმენტი. ხვალ პუნქტების მიხედვით იქნება ეს გამოტანილი და ძალიან ცნობილი მეცნიერები, სპიკერი ბესიკ ბოგველი და აი კონკრეტულად ამ პუნქტებს მეცნიერების იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, ესე იგი ბატონი თემურ მონიევა პუნქტებს აიკითხავს და პუნქტების მიხედვით დარბაზში ნებისმიერ შეუძლია შემოვიდეს და თქვას აი ასე ღიად და ჩვენ მერე შემდგომ უნდა გავიტანოთ ხელისუფლებას მიმართოთ რეფერენდუმით მიიღოთ ეს თუ ხელისუფლება რეფერენდუმზე უარს იტყვის ყველა ვისაც ექნება საშუალება უნდა გავიდეთ ხალხში ვიაროთ ხელმოწერები გავაკეთოთ არა უბრალოდ 100 და 200,000 არამედ ვისაც ოდნავ ესმის ეს და ოდნავ მიაჩნია რომ სახელმწიფოს თავისი ძლიერი საყრდენები უნდა ჰქონდეს და ეს საყრდენები ამაში ჩამოყალიბებულია და ხვალ კიდე დაკონკრეტდება ხელი უნდა მოვაწეროთ და თელ მსოფლიოს უნდა უთხრათ რომ ჩვენ პრაქტიკულად რეფერენდუმის წესით მიღებული გვაქვს ის რომ საქართველოში მიწა არ იყიდება რომ საქართველოში განათლებაა ნომერი პირველი პრიორიტეტი რომ საქართველოს ტერიტორიიდან ომი არავის წინააღმდეგ არ დაიწყება და არც არავის მიცემს საქართველოს უფლებას რომ მისი ტერიტორიიდან სხვა ქვეყნის წინააღმდეგ ესე იგი გამოიყენოს საბრძოლო ტექნიკა და უამრავი რამ რომ კორუფცია და ნეპოტიზმი ქვეყნის ღალატია რომ არავინ არ უნდა ფინანსდებოდეს ქვეყნის გარედან თუ ვთქვათ თვითონ სახელმწიფო უნდა აწესრიგებდეს ტელევიზიების არასამთავრობო ორგანიზაციების მათხოვრებად რომ იქცნენ და ვიღაცების დავალებებს რომ ასრულებდნენ და ადამიანები უკვე გაანადგურეს ქართული ფსიქოლოგია აღარ არსებობს უკვე რეალურად ადამიანები ნევროზით ცხოვრობენ მე ხმამაღლა მithქვამს და გავიმეორებ დღეს რომ ისინი ვინც უყურებენ იმედს მხოლოდ იმედს და ისინი ვინც უყურებენ ნუ იმედს და სახელმწიფო ტელევიზიებს და ისინი ვინც უყურებენ მხოლოდ ესე იგი მთავარს და ოპოზიციურ ტელევიზიებს ხვალ შეიძლება ერთმანეთს დაერიონ ესენი მტრებად აცხადებენ ერთმანეთს ეს კატასტროფაა რა ჟურნალისტებმა და რა ტელევიზიებმა საქართველოს უკნეს
ეს წარმოუდგენელი რამ არის ქვეყნისთვის და ჩვენ ამას ვითმენთ ყველაფერს და ძალიან ბევრია რომ ან ერთ ან მეორე ტელევიზიას უჭერს მხარს პოლიტიკური ან კიდე რომელიმე ბიზნესმენის ან რომელიმე მილიონერის თუ მილიარდერის ან რომელიმე პარტიის მსახური ტელევიზია და რომ ან გაზეთი და ამ შემდგომ კატასტროფაა ხელისუფლების მსახური რაც არ უნდა იყოს ან ოპოზიციის მსახური კარგად ამბობდა მერაბ ბერძენიშვილი მე არ ვიცი რას ნიშნავს სახელმწიფო ტელევიზია მე არ ვიცი რას ნიშნავს ოპოზიციური ტელევიზიაო მე ვიცი მართალი ტელევიზიაო რა სიმართლეზეა ლაბარაკი ორ ტელევიზიას უყურებ ერთდროულად მიდის ერთი რადიკალურად და ერთმანეთის პოზიციის რადიკალურად საწინააღმდეგო პოზიციებს არ ვითარებენ ეს ქვეყანაში აი ასე როგორ შეიძლება ადამიანები გეუბნებით არა ნუ ადამიანები გამოიყვანეს მდგომარეობიდან უკვე დეპრესია რეალურად ქვეყანაში ცხოვრება მიდის არსებობისთვის მაშინ როდესაც მსოფლიოს წარმატებულ ქვეყნებში და საქართველო არის სწორედ საქართველო უნდა იყოს ინოვაციური ტექნოლოგიების ქვეყანა და ანუ აქ ქვეყანაში სწორედ ისე რაღაც განსაკუთრებული სისტემური აზროვნების ადამიანები უნდა იყვნენ ხელისუფლებაში დღეს ხელისუფლებაში და მის გარეთ ყავს ადამიანები რომლებმაც იციან ლანძღვა გინება ასე იგი ტრიბუნალთან დადგებიან და იწყებენ სხვის ლანძღვას სხვაზე ლაპარაკს საკუთარ თავზე გამარჯვებული არც ხელისუფლებაშია და არც ოპოზიციაში არ არის სხვაზე გამარჯვება უნდათ ჩვენ რეალურად ძალიან ბევრ რამეზე გვჭირდება დაფიქრება იმიტომ არის განსაკუთრებული ხვალინდელი დღე იმიტომ არის ეს ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ჩვენ ხვალ დილის 9 საათზე გავალთ ხვალვე ბრუნდებით და არავინ ჩვენ თქვით რომ არც ამას არავინ არ უნდა ეხმარებოდეს არავინ არ უნდა აფინანსებდეს ვინც მივდივართ ყველანი ვიღებთ იმ თანხას რომელიც ჭირდება ჩვენ გზავრობას იქეთ აქეთ და პური და წყალი რო გქონდეს აი ეს ყველაფერი არის სწორედ წესიერებით ნაკარნახევი შიშველ ხელებიანებს აქვთ დღეს საშუალება რომ შეცვალონ ქვეყანა თორე მილიონერები ცხოვრობენ თავისი ფულისთვის და ფულის როგორც მასის გაზრდისთვის ასევე მისი გადარჩენისთვის ჩვენ ცხოვრობთ დღეს ქვეყანაში სადაც ბედნიერი არავინ არ არის არც უფულოა ბედნიერი და არც ფულიან არ არის ბედნიერი რად გვინდა ქვეყანა სადაც არც ფულიანს აქვს ბედნიერება და არც უფულოს არ აქვს ბედნიერება ესე იგი წარმოიდგინეთ რატომ იმიტომ რომ სისტემა არასწორად მოწყობილი ჩვენ ხვალ და შემდგომ როცა გაგრძელდება ეს საუბარი ამ მოსაზრებებს ჩამოვაყალიბებთ ვიღაცას აპიატებული აქვს აზრი და გონია რომ ესე იგი როცა ევროპაზეა საუბარი მე ვიყავი ყოველთვის შვეიცარიული მოდელის მომხრე მაგრამ ერთი რამე გამოკვეთილად მინდა ვთქვა და მომავალში ამის თაობაზე ჩვენ ესე იგი ძალიან სერიოზული სიღრმისეული საუბარი გვექნება იმ ადამიანების მონაწილეობით ვინც ამ პრობლემებს ფლობენ იციან გაანალიზებული აქვს რეალურად ასე იგი ვის არ აწყობს დღეს რომ ქვეყანაში ხშირად ლაპარაკობენ რომ აი ევროპაში ის არის ამერიკაში ეს არის თუ არ გინდათ ნუ მიიღებ იმას მაგრამ რატო უპირისპირდები მაგრამ რეალურად ევროპას და ამერიკას ერთი მოთხოვნა აქვს რომ კორუფცია არ უნდა იყოს ქვეყანაში ნეპოტიზმი არ უნდა იყოს ხელისუფლებები რომლებიც მოდიან ქვეყანაში ამ ხელისუფლებებს არ შეუძლიათ კორუფციისა და ნეპოტიზმის გარეშე ცხოვრება საქართველოში ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში კანონი არ უშვებს ხელისუფლებაში ფულისა და ძალაუფლების მოყვარულის მოსვლას საქართველოში კანონმდებლობაა ისეთი რომელსაც მოყავს მხოლოდ ფულის და მხოლოდ ძალაუფლების მოყვარული და ისინი ძალაუფლების მოყვარული ძალაუფლებას აღარ თმობს უკვე მერე თორემ ნორმალური ადამიანი რომელიც მოვიდა იმუშავა მოიხადა თავისი ვალი რა თუნდა მას იმშვიდე არ ურჩევნია წავა და იტყვის მე ჩემი მოვალეობა შევასრულე ვიყავი 5 წელი 4 წელი 10 წელზე მეტი როგორ შეიძლება იყო თქვა გან თუ ვიხარ წადი და მე ისე მოbrunდი არა მე უნდა ვიყო 20-30 წელი ნახეთ თქვენ რა ხდება ამერიკაში რატომ არის კარგი ცვლილებები ხედავთ თქვენ როგორი რამეები აღმოაგდეს აი როდესაც ერთი ხელისუფლება მეორეს სვლის და ეს ყველაფერი ცნობილია და ავტომატი მუშაობს კარგად ძალიან არსებული ხელისუფლება არ უშვებს კორუფციას ან არ უშვებს იმ დოზით რომ მე პასუხი მოთხოვონ დღეს რეალურად საქართველოს 40 რაც გავიდა 35 წელია ჩაფლულია კორუფციის ჭაობში კორუფციას ებრძვიან და კორუმპირებულები ხდებიან
კორუფციამ შეჭამა ეს ქვეყანა. კორუფციამ გაამდიდრა უწიგნურები, გაუნათლებლები. ფულს მაშინა აქვს ძალა, როდესაც განათლებული ადამიანების ხელშია. გაიხსენეთ ეს მაგალითები არა მარტო მსოფლიოს გამოცდილებიდან, არამედ დავით აღმაშენებელი, ვის რას იმდიდრეზეა ლაპარაკი. დღეს ნებისმიერი რიგითი თანამდებობის მუშაკის, ესე იგი როგორც იტყვიან, საცხოვრისი 10 ჯერ უფრო მეტია, ვიდრე რომელიმე პეპეს ჰქონდა საქართველოში, არც გიცხვენიათ. და რომ ეს გონიათ ყველაფერი, რომ ერთმანეთზე დიდი სახლი ააშენოთ და ერთმანეთზე რაღაც უკეთესი მანქანა და საათი ჰქონდეთ ხელზე გაკეთებული. ხალხი ცხოვრობს მძიმედ და ხალხშია უმძიმესი მდგომარეობა. ხალხის გაღლეტვით ცხოვრობთ თქვენ. და რა იმის ვიქტორ ჰიუგო კარგად ამბობდა, რომ ესე იგი მილიარდერთა და მილიონერთა ბედნიერება სხვების უბედურებაზეა აგებულიო. მილიონობით ადამიანის უბედურებაზეა აგებულიო. გააღატაკეს ადამიანები ქვეყანაში და გამდიდრდნენ ერთეულები. და ეს არის და გველაპარაკებიან კიდე რომ ქვეყნისთვის ვიბრძვით. რა ქვეყნისთვის ბრძოლა? როგორ იბრძვით კარგად ჩანს დავით აღმაშენებლის 900 წლის თავი როგორ აღინიშნება? როგორ აღინიშნა 950 წელი? როგორ აღინიშნა 850 წელი? შოთა რუსთაველის, როგორ აღინიშნა 900 წელი დიდგორის ომის, ილია ჭავჭავაძის იუბილე რუსთაველის თეატრში, გახსოვთ ვინმეს უკანასკნელი 15-20 წლის განმავლობაში, გახსოვთ ვინმეს აკაკი წერეთლის, გახსოვთ ვინმეს ვაჟა-ფშაველასი, გახსოვთ რაიმე ასეთივი, გახსოვთ მთელი ინსტიტუტებია განადგურებული. ჩვენ ძალიან სწორედ დავითის ეპოქის განწყობით, აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ თქვა დავითის ეპოქაში რაც იყო ის განწყობა, მიდგომები, დამოკიდებულება. ფულისადმი, სიმდიდრისადმი კი არ იყო სწრაფვა, არამედ სწრაფვა იყო იმისა, რომ ხალხი ყოფილიყო უკეთესად, მეცნიერება, განათლება, კულტურა ყოფილიყო ქვეყანაში და შეიქმნა ძალიან ბევრი ისეთი რამ, რომელიც ბადალი მსოფლიოში არ არის. ჩვენ ხშირად ვამბობ ამას და გავიმეორებ, რომ 46,000 ინტელექტუალი გამოკითხეს ამერიკელებმა და კი ასეთი შეკითხვა დაისვა. ვითხარით, ვინ არის მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე საუკეთესო პოეტი? პირველი აღმოჩნდა შოთა რუსთაველი ბატონებო და მეორე ვაჟა-ფშაველა. მესამეზე არავინ არ არის და მეოთხე დოსტოევსკია და იქეთ კიდე შექსპირი და სხვები. ჩვენ არავის არაფერში არ ვეჯიბრებით, მაგრამ ჩვენ არ ჩაგვიტარები ეს გამოკვლევა. ამერიკელებმა ჩაატარეს 46,000 ინტელექტუალი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოკითხეს. ჩვენ ნახეთ როგორ ისწავლება სკოლებში, ნახეთ როგორ არის ძალიან ბევრი რამ. აი ახლა ამ დღეებში თქვენ ძალიან ცოტა ვინმე იცის საქართველოში დღეს რომ ხვალ 900 წელია დავით აღმაშენებლის აღსრულებიდან. წეღარ თქვი და ვიმეორებ, ნებისმიერი ოჯახი, რომელსაც ოჯახური ტრადიცია გააჩნია, პატივს მიაგებს წარსულს, ისინი ნების წლის თავს აღნიშნავენ, ან ეკლესიაში მიდიან, საფლავზე გადიან ძირითადში და საფლავზე აღინიშნება. ვნახოთ ხვალ დავით აღმაშენებლის იმაზე რა იქნება. ჩვენ ყველა პარტიას მიუხედავად იმისა გაუგზავნეთ, მაინც უთხარეთ, რომ ერთდროულად ოხლიც მოვიდრიკოთ, გელათის კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა მივიღოთ, მით უფრო რომ ორი მნიშვნელოვანი რამ იხილება, ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა და ეროვნული თანხმობის ხელისუფლების შექმნის კონცეფცია იხილება, რომელიც მეცნიერთა კონგრესმა ჩამოაყალიბა. თანაც თავისუფალია დასრება. არავის შეზღუდვა არ ექნება, ნებისმიერს კითხვის დასმა შეუძლია, ნებისმიერს მოსაზრებების გამოთქვა შეუძლია და ეს ძალიან გვიამაყება ჩვენ რომ მეცნიერთა კონგრესი, ქართული ერთობის დარბაზი რომ ამ საქმის სათავეებთან დგას. ძალიან სასიამოვნოა რომ ბევრმა რექტორმა, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ადრესი გამოგზავნა ბატონი ჯუბერ კოპალიანის ქართული ერთობის დარბაზის სახელზე და ხელმძღვანელის სახელზე. ძალიან ბევრმა პიროვნებამ თავისი მოსაზრება გამოთქვა თუ მოდის თუ არ მოდის და განიცდის ამ იმას და ვიმეორებ, ჩვენ არაფერს არ ვაძალებთ. ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, ხელისუფლებაში არის და ესე იგი პარტიაშია, პოლიტიკაშია და ასე შემდგომ, უფრო დიდი ადგილი ხვალ ვიდრე გელათია. შეიძლება ჰიპერბოლური ნათქვამი არ არის. მსოფლიოში არ არის ხვალ უფრო დიდი ადგილი ვიდრე გელათია. 900 წელი სრულდება მეფის აღსრულებიდან. ეს მსოფლიო მოვლენა იყო. მსოფლიო მოვლენა 900 წელი. რა გინდა კაბინეტში იჯდე ამ დღეს? და მე დარწმუნებული ვარ, ნორმალური ქვეყანა როცა იქნება, მაშინ ქალაქების მერიები და
გამგეობები და ესენი ავტობუსებს გამოყოფენ და ეთქვიან ვისაც გინდა წასვლა ქუთაისში, გელათში, აგერ ავტობუსები თელავიდან გინდათ, კი ბატონო, კახეთიდან, საჭარიდან, იმიდან გააკეთებენ ამას. ეხლა ისეთ რამეს არ ვამბობ, რომელიც არ გამიკეთებია, რომ დასვენების დღეს ვაცხადებდით ამას ჩვენ არ არის გამოცხადებული ეს, დასვენების დღეს ვაცხადებდით ქუთაისში და ავტობუსებს ვნიშნავდით, რომ ხალხი ასულიყო, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი და ჩემს გულისწყეთას იწვევდა ის, რომ მე 1999 წლის თებერვალის დასაწყისში, პირველ 2 თებერვალს ჩავედი პირველად, ესე იგი, სადღაც პირველ თებერვალს დაიწერა, 5 თებერვალს ჩავედი ქუთაისში. და იყო ლაპარაკი, რომ არ გვაძლევენ უფლებას ავიდეთ გელათში. მივიღე გადაწყვეტილება დასვენების დღეს გამოვაცხადე საბჭოთა პერიოდი ეს. გამოვაცხადე დასვენების დღეს 8 თებერვალი თვითონ წავედი და ფეხით ავედი პრაქტიკულად რამდენიმე კილომეტრი გელათში, მაგალითის ვაჩვენე, შემდგომ სადაც ქვემოთ რაღაც პატარა ხალხი გადაჭედილი იყო, რესტორანი, სასადილო, ყველაფერი, ყველგან შევედი, შევიარე, რა ჯობს ხალხთან ურთიერთობას, რა ჯობს იმას, აბა სხვანაირად როგორ შეიძლება, როგორ წავა ქვეყანა წინ. დღეს უდიდესი საშუალებები და რესურსია იმისა, რომ კრიზისში კი არ ვიყოთ. თუნდაც ეს კრიზისი ვაქციოთ დიდი ნახტომის საშუალებად, რომ კრიზისი ვაქციოთ განვითარების შესაძლებლობად. ამაზე იქნება ხვალ საუბარი გელათში. დიდი მადლობა ყველას, ვისაც სურვილი აქვს, ვინც ხვალ თავის განწყობით გელათში იქნება, ვინც განწყობითაც და ფიზიკურადაც შეძლებს, რომ გელათში იყოს, ვინც შემოიხედავს მეცნიერთა კონგრესში, ჯერ ერთი გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში ტარდება იქ, სადაც ესე იგი იოანე პეტრიცი მოღვაწეობდა, სადაც მეფე ესე იგი განსაკუთრებულ პატივისცემას უდასტურებდა გელათის აკადემიას და მის რექტორს იოანე პეტრიცს და ხშირი სტუმარი იყო იქ და ძალიან სრულად გამორჩეულია გელათი. გელათი ეს არის ბიბლიური ადგილი. ეს გამოკვეთილად განსაკუთრებული, ეს არ არის მარტო ჩვენი ეროვნული, ეს არის დიდი ჩვენ დღეს გაეროს ტრიბუნალს უნდა გამოგვეყენებია, იუნესკო უნდა გამოგვეყენებია, საერთაშორისო ორგანიზაციები ევროკავშირში იმას კი არ უნდა იხილავდნენ საქართველოსთან დაკავშირებით, რასაც იხილავდნენ ჩვენ რომ სწორად ვიქცეოდეთ და ამას დაპირისპირებული არ ვიყოთ. უნდა ვიხილავდეთ იმას, რომ დავით აღმაშენებელი არის ის პიროვნება, რომელმაც ევროპული და დასავლური ცივილიზაცია გადაარჩინა და მოხსენებას უნდა ვითხოვდეთ ევროკავშირის შენობაში და ევროკავშირის ევროპარლამენტარების წინაშე და ვეუბნებოდეთ იმას, რომ აი ეს არის საქართველო. ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა ეს იქნება სწორედ ის, რაც ადასტურებს იმას, ვინ არის საქართველო, რა არის საქართველო, როგორია საქართველო. ჩვენ დავთმობთ ყველაფერს გარდა იმისა, რაც ამ დოქტრინაში წერია. თუ არ გინდათ ასეთი ქვეყანა, თქვენ გინდათ რომ თქვენნაირი ვიყოთ, ჩვენ სხვისნაირი არ ვიქნებით. ისევე როგორც ჩვენ არ გვინდა რომ სხვა იყოს ჩვენნაირი. ყველას სიძლიერე არის ის, რომ ის თავისი ერისა საქართველო უნდა ერის ბუნებიდან გამომდინარე იმართებოდეს, თქვა ილია ჭავჭავაძემ. და ბოლოს ხვალ ერთი უმნიშვნელოვანესი რამ დღეს უკვე დასრულდა პროექტზე მუშაობა და ხვალ გაკეთდება მიმართვა პარტიებისა და პოლიტიკოსებისადმი. და რომ ეს იქნება ძალიან თბილი, მაგრამ ძალიან პრინციპული. ამ დოკუმენტში ჩადებულია, რომ პასუხისგებლობა ამას ვინ გაიზიარებს, ვინ არა სვის საკითხია, მაგრამ რომ დღეს ამ მდგომარეობაში ვარ ჩვენ, არის სწორედ იმაში, რომ ეს დაპირისპირება არის სწორედ იმაში, რომ ესე იგი რაღაც იგნორირებულია მეცნიერება და არის იმაში, რომ მებრძოლი ვერ გახდა მეცნიერება და ერთმანეთს თითქოს დავინდეთ. აღარაფერი არავით არის დანდობის დრო არ არის. და ხვალ ალბათ შეთავაზებს, ყოველ შემთხვევაში თუ კონგრესი მიიღებს ამ წინააღმდეგობას საორგანიზაციო ჯგუფის, ხვალ შევთავაზებთ ჩვენ თავარი პრინციპი ამ კონგრესის არის ბედნიერი მორიგება ერთმანეთის დაუმცირებლად, როგორც აქ არის შეუბღალავად და დაუმონებლად, როგორც ეს ილია ჭავჭავაძემ ბრძანა გელათში სიტყვის გამოსვლისას და სწორედ ილია ჭავჭავაძის ეზოგარემოში, მამულში, საგურამოში იწვევენ მეცნიერები პარტიებს 31 მარტს და იმ დოკუმენტში წერია, რომ არ არის აბსოლუტურად, აი აქ პროექტი მაქვს მაგას უნიკალური
უნიკალური მიმართვა მე არ მინდა რა უფლებ უბრალოდ ეს პროექტია და მას კი ვამბობ რომ ბოლოში მთავრდება რომ ისტორია ჩვენი ქვეყნის ისტორია ადასტურებს რომ ქვეყანა ძლიერი იყო მაშინ როცა მეცნიერებს ჰქონდათ ქვეყნის განვითარების რეალური პროგრამები როცა ხელისუფლებები მეცნიერულ პროგრამებზე დაყრდნობით წარმართავდნენ რეალურ პოლიტიკას დავით აღმაშენებელი და მისი ეპოქა იყო ამ ეპოქა ამის მაგალითი საქართველოს მეცნიერებისადმი ხელისუფლების დამოუკიდებლობის უნიკალურ მაგალითს აძლევდა მთელ მსოფლიოს დღეს იმ ეპოქაში როცა დავით აღმაშენებლის დაბადებიდან 950 და აღსრულებიდან 900 წელია ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ ჩვენ ისტორიულ გამოცდილებას ისტორიულ ფესვებს კარგად გავიაზროთ ერის მამის ილია ჭავჭავაძის მიერ გელათში წარმოთქმული სიტყვები ჩვენ გჭირდება ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად ჩვენ მეცნიერები სწორედ ამ განწყობით ვართ შეკრებილნი გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში ამ განწყობით ვთავაზობთ მთელ საქართველოს ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის ჩვენეულ ვარიანტს ამ განწყობით ვიღებთ საერთო სახალხო განხილვისათვის მეცნიერთა კონცეფციას ეროვნული თანხმობის ხელისუფლების არჩევის თაობაზე ამ განწყობით ვიწვევთ მიმდინარე წლის 31 მარტს საგურამოში გიწვევთ სწორედ იმ დღეს როცა საქართველოში დამოუკიდებლობის რეფერენდუმი და ეროვნული ხელისუფლების მიერ დანიშნული პირველი არჩევნები შედგა საგურამოში ილია ჭავჭავაძის ეზო გვარამოში გთავაზობთ დიდი დისკუსიის დაწყებას ამ და ბევრ სხვა საჯერბოროტო საქვეყნო საკითხებზე საუბარია იმის თაობაზე რომ იქნებ ერთი საარჩევნო პერიოდი მაინც დავასვენოთ საქართველოს პარტიული პარლამენტისგან და იქნებ ერთი საარჩევნო პერიოდი გავიწიოთ ჩვენ პარტიებმა ცოტა გვერდზე და ხალხმაც და ჩვენც ყველამ ერთად ვნახოთ რას ნიშნავს პროფესიონალთა პარლამენტი პარტიებმა კი პირიქით პარტიათა ასამბლეის შექმნაზე ვიფიქროთ და იქედან ვაჩვენოთ ვინ ვართ ქართულ პოლიტიკაში ჩვენ თქვენთვის ბევრ საინტერესო მასალას გვაქვს მომზადებული მემართავენ მეცნიერები პოლიტიკოსებს და პარტიებს და ვიდრე ხალხში გაგვიტანია ისინი განსახილველად სწორედ თქვენთან ერთად გვინდა განვიხილოთ გულახდილად და ქვეყნის ინტერესებისგან გამომდინარე ისტორია ადასტურებს რომ ქვეყანა კრიზისშია მაშინ როცა ქვეყნის შიგნით გვაქვს დაპირისპირება და ეს კრიზისი უფრო ღრმა როცა რაც უფრო მწარია დაპირისპირება ისტორია ადასტურებს იმასაც რომ ქვეყანა მხოლოდ მაშინ გამოდიოდა კრიზისიდან როცა დაპირისპირებული მხარეები ახერხებდნენ ერთმანეთთან საუბარს და შეთანხმებას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ სწორედ ამ ხედვით გთავაზობთ მეცნიერებისა და პარტიების პოლიტიკოსების დიდ დისკუსიის დაწყებას საგურამოში პირდაპირ და მოკიბვის გარეშე ვამბობთ დრო აყენებს ასეთი შეხვედრის აუცილებლობას და არ აღგონია ამაზე უარი თქვას რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ თუ მას ოდნავ მაინც გააჩნია პასუხისმგებლობა ხალხისა და ქვეყნის წინაშე გადავდგათ ეს ნაბიჯი ხალხი ამას ელოდება რეალურია და ჩვენ შეგვიძლია კრიზისი გავაქციოთ განვითარების შესაძლებლობად ყველა პარტია მოწვეულია ვნახოთ ვინ როგორ იქნება ეს 31 მარტსაა დანიშნული ძალიან ცნობილი მეცნიერები მიიტანებენ პარტიებში ამ მიმართვას და 31 მარტის დადგება ჩვენ ყველაფერი უნდა ვიყვნოთ იმისთვის რომ ქვეყანაში დაპირისპირება დავასრულოთ ვიდრე ქვეყანაში დაპირისპირებაში არ არსებობს მართალი და მტყუარი ხელისუფლებაში მით უფრო როცა ვართ დაპირისპირებაში არსებობს ძლიერი არის ის ვინც გადის დაპირისპირებიდან ჩვენთან ხელისუფლებას და ოპოზიციაც კი არ გადის შედის დაპირისპირებაში ყოველდღე ამწვავებს ყოველდღე აძლიერებს ყოველდღე დაბეჭავებული სიტყვებით მიმართავენ ერთმანეთს დამამცირებელი სიტყვებით მიმართავენ ერთმანეთს ეს არ არის საქართველო მე არ ვიცი თქვენ რომელი ქვეყნის ხელისუფლება ხართ მაგრამ ხელისუფლება რომელიც მეორე ნაწილს აი ასე დამამცირებლად ელაპარაკება ოპოზიცია რომელიც ხელისუფლებას და მის მხარდამჭერებს ასე დამამცირებლად ელაპარაკება ეს არც ქართულია და არც საქართველოს არც ხელისუფლებაა და არც ოპოზიცია მოვიდეთ აზრზე წავიდეთ წინ შევხედოთ იმას რასაც ჩვენი დიდი ტრადიცია და ისტორია ქვია მაგრად ვიყოთ წარმატებით ვიყოთ შევხვდეთ ხვალ გელათში ყოფნა ეს მართლაც დიდი მადლია დავით აღმაშენებლის საფლავთან მოხლის მოდრეკვა ეს დიდი ისტორიული მომენტია და დიდი ისტორიული მომენტია თავისთავად ფაქტი იმისა რომ შედგება მეცნიერთა კონგრესი რომელიც ორ საკითხს იხილავს ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა და მეცნიერთა კონგრესის კონცეფცია ეროვნული თანხმობის ხელისუფლების არჩევის თაობაზე. მაგრად ვიყოთ, მადლობა მეცნიერებს,
ვინც მონაწილეობა მიიღო. მადლობა მათ, ვინც მოდის. მადლობა მათ, ვინც შემოგვიერთება. მადლობა ვინც მოვა სიტყვის ჩვენ ყველას დაურიგებთ ამ კონცეფციას და ყველას ექნება საშუალება, რომ ამ ისტორიული პროცესის მონაწილე გახდეს. და მიმართვა, რომელიც გამოქვეყნდა, ასეა დასათაურებული 8-ში გელათისკენ, ცხოვრებაში კი დავით აღმაშენებლის იდეებისკენ საქართველოს. გამარჯვებით მეგობრებო.